გამარჯობათ, მე სალომე ხვისტანი გახლავართ ევროპული სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. დავიბადე ქალაქ თბილისში 1997 წელს 6 აგვისტოს. თავდაპირველად ვსწავლობდი საერო საშუალო სკოლა კომპლექს სადუნში. ევროპული სკოლის წარმატების შესახებ მეგობრებისა და მშობლებისგან გავიგე. სწავლის მოტივაცია და საზოგადოებრივ საქმიანობაში თავის გამოჩენის სურვილი გამიჩნდა და გასულ წელს მე თქვენი მოსწავლე გავხდი. კლასის დამრიგებელი მაია ბრეგვაძე, თანაკლასელები, მასწავლებლები და ახლა უკვე ახალი მეგობრები ევროპული სკოლის მოსწავლეები მაიმედებენ, რომ თანამშრომლობით შევძლებთ სასწავლო შემოქმედებითი ახალი პროექტების ერთად კეთებას. გვერდში მიდგას ჩემი ოჯახი: მამა ალეკო ხვისტანი, ეკონომისტი, დედა მაიკო ჭელიძე, ექიმი სტომატოლოგი, უფროსი ძმა 17 წლის გიორგი, რაგბისტი საქართველოს 17 წლამდე ეროვნული ნაკრების წევრი. მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა, მოგზაურობა, თავისუფალ დროს წიგნების კითხვა. ჩემი მიზანია ვიყო წარმატებული და დავიხარჯო ბოლომდე, რათა მივაღწია უმაღლეს ხარისხს. ევროპული სკოლის მოსწავლეთა პარლამენტის სპიკერად თუ ამირჩევთ, ყველა მოსწავლე შეძლებს საკუთარი ნიჭისა და გამოვლენასა და რეალიზაციას. შევეცდები ჩავზდეთ თითოეული მოსწავლის პრობლემის არსს, მოვძებნო მათი გადაჭრის გზები და თანატოლებთან ერთად გავიზიარო საერთო სიხარული, სატკივარი თუ წარმატებები. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავ განვახორციელო შემდეგი ღონისძიებები: კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით, სიმღერისა და ცეკვის საღამოების მოწყობა, პროექტი ნიჭიერი, მოწყობა ხელოვნების კუთხე, სადაც შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა მოსწავლეებმა ისწავლონ ქარგვა, კერვა, ინტელექტუალური შემეცნებითი მიმართულებით, პროექტი რასად როდის, პროექტი ყველაზე ჭკვიანი, სპორტის მიმართულებით, სპორტული ტურნირების მოწყობა, რაგბის პოპულარიზაცია, ეკოლოგიური მიმართულებით, ეკოკლუბის შექმნა, სკოლის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება, მხატვრული ლიტერატურის მიმართულებით, მხატვრული კითხვის საღამოების გამართვა, აქტიური თანამშრომლობა სკოლის ბიბლიოთეკასთან, პოეზიის საღამოს მოწყობა, ბავშვების ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეიქმნება ძლიერი ბავშვების ჯგუფი, რომელიც დაეხმარება იმ ბავშვებს, რომელთაც უჭირთ ამა თუ იმ საგნის ათვისება. უფრო ხშირად ჩატარდება საქველმოქმედო აქციები. აუცილებლად ჩატარდება სადღესასწაულო ღონისძიებები, რომლის მოწყობაშიც ყველა ერთად შევიტანთ წვლილს. აუცილებლად შევძლებ ურთიერთობას ცნობილ ადამიანებთან, რომლებიც ნებისმიერი კუთხით შეძლებენ ჩვენს დახმარებას სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში.